ვახო აგრძელებს კულინარიულ მოგზაურობას. ამჯერად შორს არ წამოვსულა, ქართლში ვარ. სოსო არის ერთ-ერთი წამყვანი შეფსარეული ქართლში. ტრადიციული ქართლური გემოს კვლევა გუშინ ვახომ არატრადიციულად დაიწყო. ლეგენდარული გორული კატლეტით. თუმცა მალევე დაუბრუნდა ნამდვილ ქართლურ სამზარეულოს. ძველებური შინდის შეჭამანდის და თონეში ჩაკრული ხორცის მომზადების შემდეგ დღეს ისევ აქ არის და ქართლში კარგად ცნობილი ხაჭაპურის ვარიაციას ოსურ ხაბიძგინას ამზადებს. ხაჭაპურის წომი არის მარტივი, გურმანის მაყურებელმა იცის როგორ მზადდება. რა არის ოსო მთავარი ოსო ხაჭაპურში? ხაბიძგინაში. ხაბიძგინაში. წომი ვიცით, მე მგონი შიგთავსი, ხო? კი. ორი კუხარშული კარტოფილი ყველი სულგუნი. და არა მარტო. ყველი დავჭრა ხო წვრილად? კი. კარტოფილის დავჭრათ, ხო? კარტოფილის დავჭრათ. ჩავკეპოთ ლამაზად. ხო. შენ რო იცი ხოლმე? ორი ტიპის ყველი, სულგუნი და იმერული, ხო? კი. აი ეს წვრილად უნდა დავჭრა. ძალიან წვრილად. 150 გრამი. კარტოფილის წვრილად დავჭრა, ხო? კარტოფილიც ანალოგიურად როგორც ყველია. ერბო დავამატოთ. შენ ნაღდის სახლის ერბო. ნაღდის სახლის ერბო. ერთი ორი სუფრის კოვზი, თუ რამდენი? 3 ეყოფა. 3 სუფრის კოვზი ერბო. ნახოთ მოდი, აურიოთ. დავამატოთ რძე. ამოვზილა, ხო? ამოვზილა. აბა, ამოვზილა თუ ამოვზილა? მე ამოვზილა. ამოვზილა. ზე რამდენი ჩაუმატეს, ხო? 100 მილილიტრი. ხო. ახლა რა კარგი გამოდის რა. მარილი არ გვინდა, ხო, იმიტომ სულგუნს აქვს და ყველას აქვს, ხო? კი. ოსური ხაჭაპური რა საინტერესოა რა, კარტოფილი და ყველი. ნეტავ საიდან მოდის ეს, როგორ მოიგონეს ეს? ხო, ყველი ცოტა ქონდა. ხო, ყველი ცოტა ქონდა, კარტოფილი ბევრი. სიგთავსი გამოიყო. ძალიან გეორია ხაბიძგიდან მიყვარს ძალიან. ცოტა ეს დავუმატოთ. აჰა, ქვილიც. რო გამოგვივიდეს შეკრას. პრინციპში ერთი ხაბიძგინისთვის ჩვენ ძალიან ბევრი შიგთავსი გვაქვს. რა ინგრედიენტებიც გამოვიყენე ამ ხაბიძგინისთვის? თუ ამზადებთ ერთ ხაბიძგინას, შუაზე გაყავით ინგრედიენტები. ჩვენი ტაფა უკვე გავარვარებულია, შევკრავთ. ისე ძალიან ბევრი შიგთავსი სჭირდება ჩვენს რა. და პრინციპში ხაბიძგინა ძალიან დიდი გამოდის. ვანაჭრიანი მაინც არის. დავშალოთ. დავიტანოთ ცხელ ტაფაზე. თორე როგორც ხედავთ, ცხიმი არ სჭირდება, ხო? ცხიმი ბოლოს. ცხიმი ბოლოს. კი. და იქნება მერე ერბო ჩაბიჟბიჟებული. ველოდებით 15 წუთი. ხაბიძგია. ცომი, ქვილი 500 გრამი. წყალი 250 მილილიტრი. ზეთი 25 მილილიტრი. საფუარი 10 გრამი. მარილი 1 გრამი. შიგთავსი, კარტოფილი 2 ცალი. ყველი იმერული 150 გრამი. სულგუნი 150 გრამი. რძე 100 მილილიტრი. ერბო 3 სუფრის კოვზი. ოპ. ცხელია. გადავუსვათ სახლის ერბო. სახლის ერბო. ო, აი თავარია რომ ჩავიდეს შუაში. ჩალბეს არომატია. ოსური ხაბიძგინა მზად არის. ჰე, აღარ უნდა ამდენი წასწრაფშია. ძალიან მაგარია. ორნაირი ყველი, მოხარშული კარტოფილი, ხაჭაპურის წომი და თონე. და თონე. ზოსო, აქაურობას დამითმობ შენ ცოტა ხანი. რადგინდა? უნდა მოამზადო ძველი ქართული რეცეპტით ჩახოხბილი. უნდა გაგასინჯო შენ. გავაკეთე. მოგეთ.
ცომი, ყველი და კარტოფილი ერთად ჯანსაღი ვერა, მაგრამ ძალიან გემრიელია. ზუსტად ამიტომ აი ამ ინგრედიენტებისგან მე ახლა მომზადებ ძალიან საინტერესო და გემრიელ კერძს, რომელსაც ნიოკი ქვია. დავიწყეთ. პირველ რიგში კარტოფილი. აქ მაქვს წინასწარ მოხარშული 500 გრამი კარტოფილი. პიურე უკვე მზად არის. შეგვიძლია დავუმატოთ 1 კვერცხის გული. განვაცალკეოთ. ეს იმისთვის, რომ უფრო კარგად შეიკრას მასა და ვუმატებთ ფქვილს. ესე იგი 500 გრამ კარტოფილს ვუმატებთ 100 გრამ ფქვილს. ვაგრძელებთ ხელით მუშაობას. და მარილი. საკმაოდ ბევრი მარილი დაჭირდება, რადგანაც კარტოფილი იწოვს ამ მარილს, დაახლოებით 1 სუფრის კოლოს. კარგად გაერთიანდა ეს ინგრედიენტები, შევკრათ გუნდად. აი, თითქოს მოვამზადეთ კარტოფილის ცომი. ეხლა მივცეთ ფორმა. ცოტა ფქვილი. გავყოთ ცომი 3 ნაწილად. აი, დაახლოებით 2 თითის ზომაზე დავჭრათ. რომ დავამსგავსოთ კლასიკურ ნიოკის ფორმას, ცოტა მოვამრგვალოთ და ჩანგლით ჩავჭყლიდოთ. გადავიტანოთ და გავაგზავნოთ, კიდე მოვამზადოთ, აი ამ ცომისგან მთლიანად ვამზადებთ აი ესეთი ფორმის პატარა ნიოკებს. კარტოფილის ცომისგან მოვამზადეთ პატარა ნიოკი. ნიოკი იტალიური ტრადიციული კერძია. როდესაც ამზადებენ იტალიაში, უმატებენ მოცარელას და პარმეზანს. მაგრამ მე ახლა მოვამზადებ იმერული, ნაკლებად მარილიანი ყველით და სულგუნით. მე მგონი ძალიან გემრიელი გამოვა, კიდე უკეთესი თუ არა. გავხეხოთ ჯერ იმერული ყველი, 9 კილო. და სულგუნი. დაახლოებით 9 კილო. დაგჭირდება კერამიკული ფორმა, რომელშიც გადავიტანთ ამ ყველს, ჯერ კარგად ამოურიოთ და პატარა იტალიური შტრიხი, ორეგანო. დაახლოებით 3 გრამი. 1 ფენა ყველის გადმოვიტანოთ ძირზე. კარტოფილის ცომისგან მომზადებული ეს პატარა ნიოკი დავაწყოთ, ესე ალაგ-ალაგ. კიდევ 1 ყველის ფენა, უფრო თხლად, აი ესე მოვაყაროთ. და კიდევ 1 ფენა ნიოკის. ისევ ყველი და ისევ ნიოკი. ანუ თვითონ საბოლოო ჯამში მინდა რომ როდესაც გამოცხება ცოტა რელიეფური იყოს თვითონ ზედაპირი. ნიოკი მზადაა გამოსაცხობად, უნდა შევდგათ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე 20-25 წუთი. ნიოკი, კარტოფილი 500 გრამი, ფქვილი 100 გრამი, 1 ცალი კვერცხის გული, იმერული ყველი 500 გრამი, სულგუნით 500 გრამი, 3 გრამი ორეგანო და მარილი 1 სუფრის კოვზი. ნიოკი მზადაა. ცოტა გაცივდეს და 1 სული მაქვს რომ გავსინჯო. აი როგორ მოიბრაცა თვითონ კარტოფილის ცომიც. გახდა ხრაშუნა. ძალიან ნაზია. ძალიან გემრიელია.
და ეს ქართული და იტალიური გემო იდეალური შეხამებაა. როგორც გავარკვიე, ქართულთვის დამახასიათებელი კერძი არის თეთრი ჩახოხბილი, პომიდორის გარეშე. და ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი არის თვით ხოხობი. ხოხობი გვაქვს, უკვე მოხარშულია, ხოხობს ჭირდება დაახლოებით 3-4 საათი ხარშვა. ამას მე ხა გადავჭრი შუაზე. ამას ავაგებ შამფურზე. მარილი. რა თქმა უნდა, გემოვნებით. წავედით მაყალზე. წავუსვათ ერბო. ესეც სოფლის ერბო, რა თქმა უნდა. ამოვატრიალებ. რა კარგია. და ისევ, მეორე მხარესაც ერბო. მზად არის? ხოხობი შემწვარია, ქვაბს დავადგავ ცეცხლზე. ერბო დაახლოებით 2 სუფრის კოვზი, გახურდეს. ცოტა ხანი დავახურე. ამასობაში დავჭრი ხავს. ცოტა ღვინოს უზავ. დიორი. ერთ ნახევარი ხახვი, 5 კბილი ნიორი. თუ ცხიმი დაგაკლდათ, დაამატეთ კიდევ ერთი 2 სუფრის კოვზი. ხავს უყვარს ცხიმი, ნიორსაც უყვარს ცხიმი და მით უმეტეს ხოხობს. ხოხობი საერთოდ არ არის ცხიმიანი ფრინველი. ვაცადოთ დაახლოებით 2-3 წუთი, სანამ ხახვი და ნიორი შეიწვება, ოქროსფერი რო გახდება. შემდეგ უკვე დავამატებ ღვინოს და დავამატებ ხოხბის ბულიონს. დაახლოებით 300-400 მილილიტრი ხოხბის ბულიონი და მაგდენივე ღვინო. ცეცხლს დავუწევთ. ერთი დახმის ბოთოლი. დაბალი ცეცხლი და 10 წუთი. გავიგე ჩემო ახო? ხო. კაი ჩახოხბილს ამზადებ. კი. ჩემი პულით მოვედი. ცოტა დამეხმარე რა, თორე აბა? ამ სიცხეში უკვე. კინს დაგიჭრი მაგა, ჰა? ხო, აი ზუსტად მაგის თქმა. ჩვენ იმდენი კერძი მოვამზადეთ, ერთად უკვე ლაპარაკიც არ შეიძლება, ხო? ღეროიანად, ხო? ღეროიანად. გემოსადებ. ეგ არის ბოლო შტრიხი. მწვანილი და მერე უნდა გავსინჯოთ. სულ დამბავის. მარილი გემოვნებით. კინძი მზად არის? კინძის დაახლოებით ნახევარი კონა. კინძი მიმოჭოს. რა გამოვიდა, რა? აი ნაჭერს გადმოგიდე. ჩემია? შენია. მივირთვათ. ხელი? ო. ჩახოხბილი. ხოხობი 1 ცალი. ხოხობის ბულიონი 300 მილილიტრი. ღვინო 350 მილილიტრი. ერბო 2 სუფრის კოვზი. ხახვი 1/2 თავი. ნიორი 5 კბილი. დაფნის ფოთოლი 1 ცალი. კინძი ნახევარი კონა. მარილი და პილპილი გემოვნებით. გემრიელი. ესეთი კერძია ორჯერ უნდა გასინჯო.
რავიოლი ჩახოხბილი შიგთავსით. ქათამი 500 გრამი. მაქსიმალურად დავაქუცმაცოთ. კარაქი 25 გრამი. ხორცი ხახვი, ნახევარი თავი. საკმაოდ პატარა კუბებად. ორი სუფრის კოვზი ტომატ პასტა. აქ პარალელურად ვადუღებ წყალს, რომ მერე მოვხარშო რავიოლი. ეს არ იქნება ჩვეულებრივი ჩახოხბილი. მასა უნდა იყოს უფრო სქელი, უფრო შეკრული, რომ გავდეს ნამდვილ გულსარდს. თეთრი ღვინო 100 მილილიტრი. შავი პილპილი დაახლოებით 2 გრამი. ხმელი ქინძი 2 გრამი. მარილი გემოვნებით. ორი კბილი ნიორი. ერთი ცალი წითელი ბულგარული, ჯერ სიგრძეზე და მერე კუბებად. ღვინო უკვე ამოშრა, შეგვიძლია ჩავახეხოთ ცოცხალი პომიდორი. კანი არ გვჭირდება. ერთი ცალი დიდი ზომის პომიდორი. ძალიან არომატული. შეგვიძლია დავუმატოთ უკვე მწვანილები, ქინძი და კამა. ნახევარი კონა საკმარისი იქნება ამ რაოდენობისთვის. ძალიან არომატულია. აი, მწვანილს უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს იყო ბოლო და მთავარი ინგრედიენტი. გულსართი მზად არის. გამოვართოთ გაზი. სანამ გულსართი გაგრილდება, მოვამზადოთ რავიოლის ცომი. ქვილი 300 გრამი. გადმოვიტანოთ საფრთხელებელ დაფაზე. აი ესე გაუკეთოთ პატარა ჩაღრმავება. და ჩავატეხოთ 2 მთლიანი კვერცხი. მარილი, ცოტა გავხეთქოთ გულები. ყალი არ გვჭირდება. მხოლოდ კვერცხი, ფქვილი და მარილი. უნდა დავასვენოთ 15 წუთი. ცომი უკვე მზადაა გამოყენებისთვის. გავჭრათ ცომი აი ესე ორ ნაწილად. აქ მაქვს მექანიკური გასაბრტყელებელი, რომელიც ზუსტად აი იმ თხელ ზომამდე მიიყვანს ცომს, რომელიც მჭირდება. ვიწყებთ ყველაზე დიდი ზომით. კუდები ჩამოვაჭრათ, მაქსიმალურად სიმეტრიული რო იყოს თვითონ ცომი. ერთი ზომაც დავაკლოთ და გავჭრათ ზომებად. რავიოლის ფორმები მზად არის. გადმოვიტანოთ გულსართი, ჩახოხბილის გულსართი, ერთი სუფრის კოვზი, დაუსველოთ გვერდები, რომ შეეწებოს ერთმანეთს და ზემოდანაც ვაფარებთ ცომს. ლამაზად მოუჭრათ კუთხეები. რავიოლიც ტრადიციული იტალიური კერძია.
და სხვათა შორის ზუსტად აი ამ რავიოლის ცომით ასევე ამზადებენ პასტას. კარგია. დავიწყეთ სერვირება. გადმოვიღოთ აი ესეთ ნაჩვეტებიანი კოვზით. მოვასხათ ჩახოხბილის წვენი, რომელიც აი აქ მოგროვდა, соусივით. ისევ ცოცხალი ქინძი და კამა. გასაფორმებლად. რავიოლი ჩახოხბილის გულსართით მზად არის. ჩახოხბილის რავიოლი. ცომი. ფქვილი 300 გრამი. 1 ცალი კვერცხი და მარილი 1 გრამი. გულსართი. ქათმის ფილე 500 გრამი. ტომატის соуსი 2 სუფრის კოვზი. კარაქი 25 გრამი. 1 ცალი პომიდორი. წითელი ბულგარული 1 ცალი. ხახვი, ნახევარი თავი. ნიორი 2 კბილი. ქინძი, ნახევარი კონა. კამა, ნახევარი კონა. ხმელი ქინძი 2 გრამი და პილპილი 2 გრამი. მარილი გემოვნებით. ნაზუკი, რა თქმა უნდა, ქართლში ვართ. არსებობს ნაზუკის სხვადასხვანაირი ვარიაცია, მაგრამ დღეს მოვამზადებ ნორა ბებოს რეცეპტით. აჰა. გავცით ფქვილს. ნერთბილ წყალში ჩავყრით პესოხს. გავხსნით იმასაც. უზამთ შესქელებული ძეს. ესე იგი წყალი, შაქარი, შესქელებული ძე უნდა ნელთბილ წყალში. ნელთბილ წყალში იხსნება ყველაფერი. როგორი გამოვიდა? შემდეგ ზეთსაც უზამთ. ზეთის ნელთბილ წყალში. კი. ასეთ სამი კვერცხი. სამი კვერცხი. ეგ ფქვილის რაოდენობაზეა დამოკიდებული. უზამთ ვანის, ეგ ვაყაროთ გარშემო, კი. ეს მიხაგდარი ჩილი და ფქვილი ესე ცოტა მოვაყარეთ ამასთან. უშურებით ამას, კი. დაახლოებით 1 მწიკვრი ეყოფა? კი, ეყოფა ეს. საფუარი ალბათ დასჭირდება, ხო? საფუარიც კი, აგეთ ასეც მოვაყარე, ეგეთ ხელით შვილო, ხელით ებარებდი კიდე კი არა, მეტი უნდა ცოტა. ეხლა უზამთ ძალიან ცოტა მარის. ეხლა უზამთ ქიშმიშს. მოვაყარე ასევე. ქიშმიში ასე გულიანად, ხო? უნდა ჩანდეს ეთყობოდეს და ნაზუქი არის. ცოტა შევძილოთ, მე კიდე დავუმატოთ ხოლმე როგორც შეიძეს. აგერ დავდგათ აქეთკენა. სიკარ პოხდათა ზილა. იდეხან უნდა ზილო, საერთოდ ხელებზე არ უნდა გეკრობოდეს ცოლი. აჰა. საინტერესოა, ესე იგი, კარგად. დაზელილია ცოლი, კი. და ის რო ხელებზე არ უნდა ქონდეს, მეგობრე, ჯერ კიდე უნდა, ხო? კი, ჯერ სადარ. ხوار დაიღალე. რა დამდეს. ნორაბებო. ბატონო. მე გამიგია სხვა რეცეპტიც, თაფლსაც უშვებოდნენ ხოლმე, თუ? ის თონეს სხვანაირი რეცეპტიო და ფეჩის ფურნებში რო აწყობენ ის სხვა რეცეპტით არის. ხო რო თონეში არ წავიდეს, არ ჩავარდეს ყველაფერს. ეს ფქვილი შილო, ცოტა წააყარე ზევიდან, ცოტა. აი ხელებზე უკვე აღარ დაგეკრა. არა, ხო. არა. აი ცომი ფუფულა. კი. და ხელზეც არ მეკრობა უკვე, ესე იგი მე მგონი თითქმის დასრულდა, ხო? ეხლა ეს უნდა გაფუდეს. დავაფარებთ ამას. დავაფაროთ, ხო? ცელოფანი დავაფაროთ. აგერ ესე. ამას დავდგამთ 1.5 საათი და მანამ თონეს გავახურებთ. ხო, ნორაბებო. ჩემი პირველი ნაზუკი. ჩავაგორებთ. ვანილი ცოტა. ვანილს რატო უშვებით? კარგი გემოსმისენ და
სულს და გემოს და სულს და ძალიან კარგი. ლად ნაზუკის ფორმა ვერ მივეცი. ეს უფრო ნაზუკის პურია. ერთ მუჭა პესოქს დაიყრი ხელზე და მოაყრი ამ ნაკურჩხას. ნაზუქზე ზედ არ მოაყარო. ნაკურჩხას მოაყრი. ცეცხლად სიტკბო უყარს ხო? აი ცეცხლში რა აი ჩაყარი ეგრე ეხლა ვჩულებთ ამას. ფიცებს აი ეს ქაღალდებიც მოგვაწოდეს და ვფილო რა საინტერესოა ლაკოჩხის შაქარი უფრო მეტი სიტკბო რა უფრო მეტი სიტკბოს და ფერიც ლამაზი ექნება ძალიან. კარამელიზდება. უნდა ვეცადოთ რომ ყომლი არ ამოვიდეს ასე ბოლი. ეს 1.5 საათი უნდა იყოს მაინც. ნახოთ აბა როგორ არის ეხლა გადმოდგა მე მაგათ. რა მოკრას ალმა. ვა რა ლამაზია. ხენი გამომწვარი ზუქები. ჩემი. ნელა ჩაფხიტე და ამოიჟე. ასე ასევე და ამო რა კოხტაპური ჩაადრა აბა და მშვენიერი. თონე დაიძრა. ძალიან გემრიელია. ნამდვილი ტრადიციული ქართლის ნაზუკი. კარგია. ნაზუკის მომზადებაც ვისწავლეთ. ნაზუკი თონეში. ქვილი 2 კილოგრამი. წყალი 1 ლიტრი. შესქელებული რძე 200 მილილიტრი. ზეთი 200 მილილიტრი. კვერცხი 6 ცალი. შაქარი 1.5 კილო. საფუარი, მიხაკი, დარიჩინი და ვანილი 2 ჩაის გოზი. ქიშმიში 200 გრამი.